გამარჯობა. დღეს განვიხილავთ Sony Xperia Z3-ს. აპარატი განეკუთვნება Sony-ს უახლეს მოდელებს. აქვს ორი ვერსია: კომპაქტური და ჩვეულებრივი. აღნიშნულ ვიდეოში ხელთ გვაქვს კომპაქტური ვერსია. განსხვავება კომპაქტურსა და ჩვეულებრივ Sony Xperia Z3-ს შორის არც ისე დიდია, თუ არ ჩავთვლით ბატარეის ხანგრძლივობასა და დისპლეის სიდიდეს. სანამ smartphone-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე ვისაუბრებ, მინდა გითხრათ, რომ device-ი არაჩვეულებრივია, ხელში დამზადებულია პრემიუმ მატერიალით და ყველა მისი დეტალი არის საოცრად დახვეწილი. device-ის მობილური ქსელების სიხშირული მაჩვენებლებია 2G ქსელი, 3G ქსელი და ეგრეთ წოდებული 4G ქსელი LTE. Sony Xperia Z3 კომპაქტის ზომებია 127.3 მმ სიმაღლეში, 64.9 სიგანეში, ხოლო მისი სისქე არის 8.6 მმ. მისი წონა შეადგენს 129 გრამს. არის ტვერგამძლე და წყალგამომტარი 1 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, 30 წუთის ხანგრძლივობით. Sony Xperia Z3 კომპაქტი აღჭურვილია 20.7 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც იღებს 5248 3936 პიქსელით. გააჩნია ავტოფოკუსი და LED განათება. აქვს ასევე ვიდეოს 4K გადაღების ფუნქცია 2160 პიქსელით 30 კადრი წამში. მისი წინა კამერა არის 2.2 მეგაპიქსელიანი და იღებს 1080 ანუ Full HD ვიდეოს 30 კადრი წამში. Sony Xperia Z3 მუშაობს 4 ბირთვიან 2.5 GHz-იან პროცესორზე, Cray 400-ზე. მისი გრაფიკული ამაჩქარებელია Adreno 320, ხოლო ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 GB-ს. აღნიშნული მონაცემებით თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი გრაფიკულად დატვირთული თამაშისა თუ მაღალფუნქციური აპლიკაციის გაშვება. საჩვენებლად ჩვენ წარმოგიდგენთ Rayman Jungle Run-ისა და Subway Surfer-ის მაგალითს. device-ზე თამაშისას ჩვენ არ შეგვიმჩნევია გამოტოვებული ფრეიმები და benchmark-ზე მისი ტესტის საფინალო რეზულტატია 43911. Smartphone-ის მარცხენა მხარეს განთავსებულია USB პორტი, ასევე mini SD card slot-ი, სადაც თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ 128 GB-მდე mini SD card ტიპის ბარათი. აპარატი USB პორტიდანაც ჩვეულებრივ იტენება. აქ კი განთავსებულია Quick Charger-ის პორტი, რომელიც საკმაოდ მალე ახდენს device-ის დატენვას. მარჯვნივ განთავსებულია nano SIM card-ის slot-ი, ეს არის ახალი ტიპის SIM card-ი. ზემოთ განთავსებულია 3.5 ჯეკის ყურსასმენებისთვის განკუთვნილი პორტი. ესეც ცენტრალური კამერა LED განათებით. დაბლა განთავსებულია მეორე მიკროფონი და აქვს ჩამოსაკიდებლის ადგილიც. ეს კი არის Sony-ის საფირმო განბლოკვის ღილაკი, ხმის ასაწევ დასაწევი და დაბლა განთავსებულია კამერა შუტერი. წინ განთავსებულია 2.2 მეგაპიქსელიანი კამერა და სინათლის სენსორი. Smartphone-ის წინა მხარეს განთავსებულია ორი სტერეო სპიკერი, რომელიც შეიძლება როგორც პლუსად, ისე მინუსად ჩაითვალოს. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ touch-ს, აუცილებლად შეგაწუხებთ მუსიკის მოსმენის დროს ეკრანის საშინელი ვიბრაცია. სამაგიეროდ არსებობს მეორე სახის პლუსი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადებული ტელეფონის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გაიგონებთ შემომავალი ზარის ხმას. Sony Xperia Z3-ს აქვს IPS LCD Capacitive Touch Screen-ი, 16 მილიონი ფერი. Smartphone-ის სინათლის სენსორის წყალობით მისი გამოყენებისას ფაქტიურად არასოდეს გტკივა თვალები სინათლეში ზედმეტი გამოსხივებით ან სინათლეში გამოსახულების განურჩევლობით. მისი გარჩევადობა 1080x1920 პიქსელზე, 5.2 ინჩი, 424 ppi პიქსელი, რაც საკმაოდ კონტრასტულ და იდეალურ გამოსახულებას იძლევა. Sony Xperia მუშაობს Android-ის სისტემაზე, KitKat ვერსია 4.4.4-ზე. დაგეგმილია განახლება მეხუთე ვერსიამდე. მიუხედავად მისი 2600 mAh-იანი ბატარეისა, აპარატი საკმაოდ მძლავრია და საკმაოდ დიდხანს მუშაობს მობილური ქსელების მონაცემთა გადაცემაზე თუ Wi-Fi-ზე. აპარატის ყუთში განთავსებულია თვითონ smartphone-ი, დამტენი საშუალება, USB კაბელი და ყურსასმენები, ასევე მომხმარებლის სახელმძღვანელოც. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის Sony-ის ცენტრს აპარატის მოწოდებისთვის და თქვენ თუ გიზიდავთ აღნიშნული მოდელი და აპირებთ მის შეძენას, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და აღნიშნულ ადგილზე შეიძინოთ მაღალი ხარისხის ოფიციალური პროდუქტი.